თქვენ უსმენთ ჩაიხანას პოდკასტს მასლათი. ზვირფასო მამა, შენ რაც ნაცებმა გიქნეს, უსტად ეგ მიქნეს მეც ხოცებმა, ხოდა მე მაგ აქციებზე შენ გვერდით ვიდექი, თინეიჯერი. შენ არ დგახარ ჩემ გვერდით, არც აპირებ რომ დადგე. პირდები აუცილებლად მოგიწევს სიბერეში მაგწყლის მარტო დალევა, იმიტომ რომ მე არ მოგაწოდებ. დედაჩემს უვუმალავ ამ პოსტს გული რომ არ გაუსკდეს. 30 ნოემბერს ძალიან გაბრაზებულმა და იმედგაცრუებულმა ინგამ საჯაროდ მიმართა მამას. მასთან ყოველდღიური ურთიერთობა აქციების პარალელურად იმდენად აუტანელი ხდება, რომ მალე ინგა სახლიდან მოდის და დროებით მეგობართან გადადის. ინგა ამ პოსტით გავიცანით ჩვენც. მამას და მშობლებს, რომლებიც ამ პოდკასტს აწყდებიან, გვინდა შვილების ხმა აბზაცებს შორის ხიდების და ჩვენი კომენტარის გარეშე ესმოდეთ. ზუსტად იმ განცდით, გულწრფელობით და სიმძაფრით, როგორც ჩვენი პოდკასტის გმირი ინგა ცდილობს, რომ მიაწვდინოს მათ ხმა. ძალიან რო ვიჩხუბეთ, აი პიკი რო იყო ჩვენი ჩხუბის, მაგ დღეს წამოვედი და მივხვდი, რომ შეუძლებელია ერთ სივრცეში იცხოვროს ორმა ადამიანმა, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ ღირებულებით სიბრტყეზე არიან. რაღაცა რო გავიზარდე და აი მე რო ჩამოვყალიბდი, იმის მერე ფაქტობრივად მამაჩემთან მაქვს ეს ხით ჩატეხილობა მუდმივად. ოღონდ აი წითელი ხაზები თითქოს არ გადაკვეთილა რა. მამაჩემი არის ძალიან ნათელი მაგალითი ოცნების 12 წლიანი პროპაგანდის მუშაობის. მაგრამ ადამიანი არის შეჭმული ამ პროპაგანდისგან. აბსოლუტურად რაც გესმით ის შეკითხვები, რომ აბა ომი გინდა, აბა ნაცები გინდა, ყველაფერს იმეორებს. ერთ-ერთში არის ეგ, რა, რომ უსმენ, ვერ მიხვდები იმედს უსმენ პოზიტივის თუ მამაჩემს. ხო და არ ვიცი, მოკლედ ეგ ამბავი არის მამაჩემის და ჩემის თავს და ეხაც არ მოგშა კომუნიკაცია. დასტრესილი ვარ, ისედაც სუდად ვარ, ვიღაცა მცემს, ალყაში ლამის მოვკვდი და სახლში მივდივარ და მხვდება ადამიანი, რომელიც ჩემზე უნდა ზრუნავდეს, კითხვით რომ რატო იყავი საერთოდ იქ და ხო ხედავ ნაცები გაშტერებენ, ხო ხედავ ოპოზიცია რას გიშვება და შენ არ გესმის. მე კარგავს ყველაფერი აზრს. მე ხო არ ვთხოვ მამაჩემს ქვიარ აქტივისტი იყოს. არ ვთხოვ, იმიტომ რომ მე ვიაზრებ რაღაცებს, რა ვიაზრებ მის ბექგრაუნდს, მის წარსულს, ხო, რამდენი წლის არის, როგორ არის გაზრდილი, მაგრამ ის რომ ეხლა შევაფასოთ რა პოლიტიკურ სიტუაციაში ვართ, მოდი ვთქვათ, რომ არ ჭირდება მაგას, არ ძალიან დიდი სიჭკვიანი, არ ძალიან დიდი ის რომ მაინც და მაინც ამ ჯენზი თაობა იყო და აქ იყო გაზრდილი, ძალიან მარტივია და თუნდაც მამაჩემის თაობის ადამიანმა შეკითხვა რას ერჩიან რუსეთს, არ უნდა დასვა. მამაზე. თან ძალიან საინტერესოა მამაჩემის შემთხვევაში არის ის, რომ ოპერატორია და რეჟისორი ოპერატორია პროფესიით აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა ძალიან დიდი ხანი, სანამ გადმოვიდოდით თბილისში და აი როგორი ცხოვრება გქონდათ, იცით, აი რაც რომ ამბებად რო გვესმის, რომ რაღაც ისეთი ცოტა მიამბოხე ბიჭის, რომელიც ხან აფრიკაში იყო, ხან მეზღვაურებთან ერთად ფილმს იღებდა, იქ რაღაცა სახლში დათვის ბელი ყავდა და ძალიან ისეთ რომ შეიძლება მოგეწონოს რა ეგეთი ადამიანი, რომ რა საინტერესო ადამიანია და ეხლა მე ხო მესმის მამაჩემზე ეგ ისტორიები და აი სულ თითქოს მთელი ცხოვრება ვეძებ მამაჩემში მაგ ბიჭს. თად გაქრა ბიჭი, რომელიც როკს უსმენდა, ბიჭი, რომელიც ვიღაცებთან რაღაცას აპროტესტებდა და სულ მინდა თქო, რომ ერთხელ გავიდე აქციაზე და დაგინახო, რომ იმ აქციაზე დგახარ რა, არა ჩემს აპირისპიროდ, ჩემ გვერდით და ეგეთი ამბავი იყო, რომ ტატუ გავიკეთე და აი წივილკივილი ატყდა რა არ ვიცი რატო ატყდა წივილკივილი ტატუზე თან აი ესეთი ტატუები მაქვს ანუ არაფერი ან ყაწაწინა ესეთი ტატუები მაქვს ანუ აი დიდი ჩონჩხიც არ მახატია რაღაცა რა და ძალიან ისე იყოს მამაჩემ აი რა გინდოდა რაღაცა და ოკეი და გავიდა 1 საათი ამ რაღაცა კინკლაობის მერე ტატუზე და შემოდის და ისე მომწონს და ხო არ გავიკეთო მეც მეუბნება რა. ხო და მე მეუბნები რომ მეთქი აი სულ მაგას ველოდები რომ აი ამ ჩვენს პოლიტიკურ ამბებზეც ერთხელაც მეტყვი რომ ისე იქნებ მეც წამოვიდე რა, ისე იქნებ მეც დავდგე შენ გვერდით და აბა გავიგო რა ხდება იმ აქციაზე და ნუ არ მოხდა რეალურად ეგ სამწუხაროდ. ეხა არ მაქვს სიმართლე გითხრათ რაღაცის რომანტიზების დრო.
24 საათი, მართლა 24 საათი რუსთაველზე ვარ და აბსოლუტურად არაფრის თვითრეფლექსიის და შეფასებების დრო არ მრჩება ფიზიკურად რა, მაგრამ აი რომ მქონდეს რომ ალბათ აი ეგ დანაკლისი მექნებოდა რა და ეგრე დავწერდი მაგ ფორმულირებით რომ თუ კი მაშინ მქონდა იმის იმედი რომ მე რომ ვიღაცა გამაბრაზებდა რომ მამაჩემ მოვიდა და თაუპირდა ლეწავდა ეხა მე ძალიან მაბრაზებს ეს ყველაფერი და რატო არ აკეთებ მამაჩემი მაგას ანუ მე ხო დამპირდა პატარა რო ვიყავი რომ ყველა შემთხვევაში მე შენ გვერდით ვიქნები ანუ სულ მაგას მეუბნება აი სკოლაშიც რომ მივდიოდი მეუბნებოდა რომ აი შენ თუ მასწავლებელმა გაგაბრაზა რამის შენ მე მითხარი და მე მაგას ნახავ რას თქო სად არის მაბრაზები ძალიან ანუ აზეთი გაბრაზებული მე არასდროს არ ყოფილა ასეთი არჩეულაც ყოფილი პოლიცია რომ მეუბნებოდა რომ დროზე გააჯვი აქედან შეუსამშობლო და გამოშტერებული ვუყურებდი ვერ მივხვდი რა ხდებოდა ვიღაცა მაგინებდა იმიტომ რომ უსამშობლო ხარ რომ მე მეუბნებოდა და ვხედავდი რომ პოლიციელია ეს ადამიანი რა ძალიან გულდასაწყვეტია და აი მაგას გრძნობ რა ბრაზს პირველ რიგში გულის წყვეტას გრძნობ რა აი რატო ვერ მოვახერხე მამაჩემის დარწმუნება ჩემს სიმართლეში ეგეც მავს რა თამით უმეტეს თუ შენ პრეტენზია გაქვს რაღაცა აქტივისტობაზე და პრეტენზია თუ გაქვს რაღაცაზე რომ შენ ვიღაცა სიმართლე დაანახო ამას როცა საკუთარ ოჯახში ვერ აკეთებ საკუთარ მამას ვერ აჩვენებ რომელიც მინიმუმ გენდობა რომ არავისიანი არ ხარ ხო მაშინ აბა საერთოდ ვინ უნდა დავაჯერო ვინ უნდა დავარწმუნო რამეში სახლიდან წამოსვლა ახალი ამბავია ბიძა ჩემი იყო ჩემთან და მე ვემზადებოდი აქციაზე თუ სადღაც ასასვლად მგონი უკვე აქცია იყო და ვაუთავებდი და ეს სადაც მე ვაუთავებდი მაგის გვერდით იყო არის ოთახი სადაც ისხდნენ ბიძა ჩემი და მამა ჩემი და ლაპარაკობენ და აი ცოტა ისე რო გესმის რა ბოლომდე არა მაგრამ აი იქაც უკრაინაზე ამერიკამ როგორ დააშტერა უკრაინელები და უკვე მეწყება ეს რა ქვია ტვინის აფეთქება რომ უკვე ხვდები რომ რაღაცა ცუდისკენ მიდის ეს დისკუსია და თამამობ რომ ეხა მაინც მივდივარ სახლიდან არ აყვე ძალიან მშვიდა ანუ არ მოусმინო საერთოდ უბრალოდ წადი სახლიდან გაასწარი ეხა მაგ ამბავს რა და ნუ ხან ის პრეზიდენტი გალანძღეს უკრაინის ხან ამერიკა რატო უნდა გავხდეთ ამერიკის მონები რაღაცა და ნუ ბოლოს იყო რომ ასეთ რას ერჩიან ამ რუსეთს ეს ახალგაზრდები რა ესე რატო ერჩიან თუ რაღაცა და რატო უნდათ რომ მაინც და მაინც ამერიკის მონა იყვნენ და ეს რატო აწყობთ და რაღაცა რომ ეს ახალგაზრდები არიან რაღაცა ის კი არა რომ მაინც და მაინც მოსყიდულები არიან ან რაღაც უბრალოდ არ ესმით რაღაცები და უკვე ძალიან გადაკეტილი მაქვს მაგრამ მაინც ვახერხებ იმას რომ ანუ არაფერი არ ვთქვა და უბრალოდ გავასწრო მაგ ამბავს და გამოვიდა ოთახიდან და მეკითხება რა რომ სად მიდიხარო და ძალიან დაუგეგმავთ უპასუხე რომ ყოველ შემთხვევაში რუსეთში არა თქო რა ხო და საერთოდ რა გინდაო და მეთქი შენთან საერთოდ არაფერი რა უნდა მინდოდეთ და ხო და გააჯვიო და მეთქი გავაჯვამ ისე რომ საერთოდ არც მოვაჯვამ არასდროს ამ სახლში მეთქი და გამოვიხურე კარი და წამოვედი და იმის მერე არ მქონია არანაირი კომუნიკაცია მომწერა მე სადღაც ალბათ 1-3-4 დღის მერე რომ ვიციო რომ ზედმეტი მომივიდაო და მომწერა რომ მე არ მინდა რომ პოლიტიკას გავაფუჭებინოთ ჩვენი ურთიერთობაო რა ხო მეთქი ანუ ჩემთვის ანუ აბსურდია რა ეს პოლიტიკა არ არის რაღაცა ოპოზიცია და პოზიციამდე დასული ამბავი ხო პოლიტიკა არის ღირებულებები პოლიტიკა არის ის რაც რა ვიცი ადამიანს ხდის ადამიანად და მოქალაქედ ხო ან მამაჩემის შემთავაზება იყო იდეაში ის რომ არ ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე და დედა ჩემსაც მაგას ეუბნებოდა რომ დაბრუნდეს სახლში და არ ვილაპარაკებ პოლიტიკაზე და არჩევნებამდე მოხდა ეგ იმიტომ რომ ეს ოღონდ ეგო დაბრუნდეს და საერთოდ არ წავალ არჩევნებზეო თავიდან ეგ დღე როცა იყო ან ძალიან ნერვიულობდი და ვიტირე და ჩემს მეგობრებს უწერდი ვოისებს ატირებული რომ მეთქი ხა მანჩოა ჩემ მეგობარისთან წავედი რომ მეთქი ხა მანჩოსა მივდივარ და ძალიან ცუდად ვარ და ძალიან ვინერვიულე მე ეგ ნერვიულობა ჩაანაცვლა ბრაზმა რომ აი გაბრაზებული რო ხარ რა ხო და ჯერჯერობით ისევ ბრაზი არის ჩემში მამაჩემის მეგობარი არის ზუსტად მისი ასაკის აქციაზე შემხვდა იმ დღეს რა
იცი გამიხარდა რომ დავინახე ეგ ადამიანი მაგას აკიცხო რაღაცნაირად აი მაგან ხო გაიაზრა ეგ ყველაფერი მაგან ხო შეაფასა სწორად სიტუაცია თქვა და მამაჩემ რატო ვერ შეაფასა რა და რაც სურათი ეს რომ უყურებ ამ კაცს მე გოგოებს ვეუბნებოდი რომ როგორი სევდიანი ფოტოა თქო რაღაცნაირად რო გინდა რომ აი ხა მამაჩემი იყოს ამის ადგილას მაგალითად და მამაჩემს უყურებ და ეგრე იმედი და ეგრე გახარებული რომ აი შენ ჩემ გვერდით ხარ იმიტომ რომ მე რაღაცნაირად მჯერა რა რომ ერთი თაობა ძალიან რთულია ცნობებისთვის რომ აი მარტო ერთმა თაობამ გააკეთოს რაღაცა და რაციონალურადაც მგონია რომ გვჭირდება ეს მამათა და დედათა თაობა იმისთვის რომ რაღაცა მართლა გავაკეთოთ და მართლა შევცვალოთ და მაინც რა ხნა პროპაგანდა და თან ანუ აქ რა არის იცით ძალიან მნიშვნელოვანი რომ მამაჩემმა მინიმუმი ზუსტად იცის რომ მე არც ფულს ვიღებ ამ ამბებში ხო შეიძლება ვიღაცას რაღაცის ჯერა ვიღაცის არ ჯერა მამაჩემ ზუსტად იცის რომ მე არ ვარ ოპოზიციის წარმომადგენელი მაგათად იცის ნაცების მიმართ ჩემი დამოკიდებულება როგორი კრიტიკული ვარ 12 წლის მერე აღმოვაჩინეთ რომ რა მაგრად უმუშავიათ ერთი მხრივ რომ პოზიტივი ტვინს ურეცხავ და აქეთ არავინ არ ეუბნებოდა რომ ეგ არ არის სიმართლე და არა ნახე ეს დაინახე ეს პერსპექტივა დაინახე ამას ხო ძალიან ბევრი ახსნაობს იგივე ის რომ მამაჩემი რომელიც ოკეი მოდი დავფიქრდები აბა იქნებ ჩემი შვილი მართლს მეუბნება და იქნებ მართლა არ არის ეს ნაცების ორგანიზებული აქცია კაი მე ვენდობი ჩემს შვილს გადართავდა ტევ პირველზე და ხედავდა ნიკამელიას და გვარამიას ანუ უძლური ხარ მე შენ ეგრო გააკეთა ხვდები იმიტომ რომ მიყურებს მე ეს გააკურებული მამაჩემი და შენ ხო მეუბნები რომ არ არის ნაცების აქცია მქონია ეგეთი დიალოგებიც რა ეს ხო არ არის ახლა დაწყებული ხო ეს ხო პირდაპირ გაუბრაზდიდა მამაჩემს ვეცი არა ძალიან ბევრჯერ გვილაპარაკია აი მთელი გულით ამიხსნია რომ ნახე ჩვენ ვდგავართ აქ გამომრჩა ის რომ ნაცების გამო თურმე ვერაფასებს იმას რაც ახლა ხდება რა გამომრჩა ის რომ ვერ მიეწოდა სწორად ევროკავშირის საჭიროება ჩვენთვის. გამომრჩა ის, რომ რუსეთს მტრად ვერ აღიქვამს. ხო და არ ვიცი როდის უნდა შემემჩნია, ან თქვათ რა შეიძლებოდა რომ შემემჩნია, ან როდის შეიძლებოდა რომ რაღაც პრევენციის მიზნით მე რაღაცები გამეკეთებინა რა. ფინალამდე გუში ძალიან გვიან რა, ანუ 12-ის მერე წავშალე დედაჩემი იმის გამო, რომ მიკონტროლებს ყველა პოსტს. მიუხედავად იმისა, რომ უსაყვარლესი ადამიანია და სასაციო და მხიარული და არ მაქვს დედაჩემთან დიდად ეს კონფლიქტი მამაჩემთან და დედაჩემთან ძალიან ნერვიულობს. მანამდე ცოტა ხნით ადრე წავშალე მამიდაჩემი, ოღონდ ეგ არ წავშალე დაუბროკე საერთოდ და დავემშვიდობე. ვერავინ ვერ დამაბრალებს იმას, რომ მიზან მიმართულად მე მინდა რომ ოჯახს გავებიჭნო რა. ან აბსოლუტურად და აბსურდია ეგ პირიქით. ფინალი. იმდენად მომწონს ეს მამაჩემის ახალგაზრდობის ბიჭი, როგორც მე წარმომიდგენია და რაც ბუნდოვნად კიდე მე მახსოვს, რომ როგორც ჩანს, აი იმ ადამიანთან მაქვს თითქოს ეს რაღაცა კავშირი და ეხლა რაღაც ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ ამად ჩამოყალიბდა და ეთი ფილმი მინდა გადავიღო რა. მამაჩემს აქვს ფირზე სადღაც რომელიღაცა ესპანეთის რომელიღაცა პროვინციაში იყო და გადაიღო რაღაცა ფილმებით პატარა რა და მინდა რომ გავყვე მამაჩემის ამ იმას ჩავიდე იმ პროვინციაში და 30 წლის თუ როდის 35 წლის მერე გადავიღო ის რაც გადაიღო მამაჩემმა. დეურად ეგრე წარმომედგინა რომ ხა შვილი რომელიც ეძებს ახალგაზრდა მამას რა და მიყვება იმ რაღაცა ნაკვალეს რომელიც მამამ დატოვა და ეგრე წარმომიდგენია რა ეგ ფილმი რომ ერთი მხრივ რაღაცა ეგ ფილმი იქნება ნაჩვენები და მეორე მხრივ ჩემი და მამაჩემის რაღაცა დიალოგი რა რომ ლაპარაკობთ და ვეკითხებით ერთმანეთს ანუ რა მოხდა რა სად დავკარგეთ ერთმანეთი ანუ სად გაწყდა ის რაღაცა და თითქოს რაღაცნაირად ესე წარმომიდგენია მე ამ ფილმის იდეა რა რომ მე ბრძოლა კი არ მინდა მამაჩემთან აღოს დაბრუნება მგონია დაკარგულია მამაჩემი რა არ ვიცი სადღაც დაკარგულია და არ მინდა ბოლომდე ხელი რო გავუშვა ერთი ხელი მაინც ჩაკიდებული გაქვს რა რომ იქნება არ დაკარგო რა ყველა ეპიზოდის ბოლოს გვინდა გითხრათ, რომ ამ და შემდგომ ეპიზოდებში მოსმენილი გამოცდილება, ისტორია თუ ემოცია შეიძლება სულ სხვანაირად აღვიქვათ 1, 2 ან მეტი წლის შემდეგ. ჩვენი მიზანი უახლოეს ადამიანებში ამ მტკივნეული დაპირისპირების გაღრმავება არ არის. არც იმის გარკვევას ვცდილობთ, ვინ არის მართალი ამ დაპირისპირებაში, ან ვინ არის მოტყუებული, ვინ არის მსხვერპლი. მით უმეტეს არ არის ჩვენთვის ამოსავალი, ვინ გამოვა გამარჯვებული ამ მძიმე პერიოდის შემდეგ.
ჩვენს რესპონდენტებს ვკითხეთ, იგრძნობდნენ თუ არა თავს უკეთ თუ ლაპარაკს დაიწყებდნენ. ზოგი დაგვთანხმდა, ზოგი ჯერაც ფიქრობს. გვჯერა, რომ ამ პირადი გამოცდილების შენახვა და დამახსოვრება ჩვენი ცხოვრების ამ კონკრეტული მონაკვეთის თანახვას და რეკონსტრუქციას წაეხმარება. ოღონდ უკვე მომავლიდან. შემდეგ ეპიზოდში მოусმენთ. უბრალოდ გაუსაძლისი გახდა რომ პოლიტიკაზე არ ილაპარაკო აი ეგ, იმიტომ რომ ძალიან ჩემთვის ხელოვნური არის. მეგობრებიც რომ ვიკრიბებით, ყველა ვიცლებით და ბრას გამოვხატავთ და ასე შემდეგ. ხელოვნური არის ჩემთვის, რომ სადღაცა ვიყო სივრცეში და ეხა ამ ყველაფერზე არ ვილაპარაკო და რა ვიცი, რაზე ვილაპარაკო, მუსიკაზე, კინოზე თუ რაზე. ხო და ეგ ძალიან არაკომფორტული სივრცეა ჩემთვის, ეგეთი სივრცე, სადაც გიწევს, რომ რაღაც თემას თავი ავარ. აი მოდი პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკოთ. მანდ უკვე რაღაც გძნობ, რომ ჩემი ადგილი არ არის, ხარ ვიცი, რომ ჩემი ტოლ ბავშვები ციხეში არიან, რაზე გელაპარაკო სხვაზე.